მოდი მაშინ პირდაპირ დავიწყებ იმ სიტუაციებით, იმ მოვლენებით, რაც დღევანდელ ესე ვთქვათ, საგიჟეთს დავარქმევ, სხვა ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ, რაც ხდება. ესე იგი, პირველ რიგში მიკვირს რა, რომ აი როგორ შეიძლება საჯაროდ მით უმეტეს და რაც ახლა სოციალურ ქსელებში ჩვენთან ხდება, როგორ შეიძლება რომ რომელიმე მხარე აირჩიოს საერთოდ გინდაც, რა ვიცი, გინდაც დასავლეთის მხარე და ისრაელის მხარე და გინდაც ირანის ფუნდამენტალური, რა ვიცი, რაც ხდება მოკლედ ამ მხარე, ხო? პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესი არ უნდა იფიქროს ადამიანი თუ სახელმწიფოებრივად ოდნავ მაინც აზროვნებს, რომ ამ სტატუსებმა, ამ რაღაცებმა, ამ ერთმანეთში ესე დაპირისპირებამ, რომ ეს ამისკენ არ ჯერ ესეთი ამისკენ არის რას ნიშნავს, არავისკენ არავინ არ არის. უბრალოდ როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ქართველი კაცი მით უმეტეს რომელიც თავის ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ფიქრობს რომ რომელიმე მხარე დაიჭიროს, რაღაცა ესეთი კომენტარები აკეთოს, ხო? რასაკვირველია, ყველა ხვდებით ეხა რაც ხდება და როგორ ხდება და რა თქმა უნდა, ეხა ჩვენ გულის სიღრმეში გვაქვს ესე თუ ის ისინი რა ქვია შეფასებები, მაგრამ ამის ეხა მით უმეტეს გუშინ ხელისუფლებამ განცხადება რომ გააკეთა უმნიშვნელოვანესი და უმაგრესი განცხადება იყო და რა თქმა უნდა სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე რომ მხარე არ დაუჭერია არც ეს და ყველას მიუსამძიმრა ხო თუ მისამძიმრებელი იყო რაღაცა და თუ რაღაცა იყო ესე ვთქვათ დიპლომატიური ძალიან მოზომილი და კარგი განცხადება გააკეთა ეს ზუსტად ესეთი ამბავი უნდა ხდებოდეს მე მგონი სოციალურ ქსელებში ვინც ელემენტარულად სახელმწიფოებრივად აზროვნებს რა მე არ ვიცი ახლა როგორ 30 წელი გავიდა 35 წელი გავიდა და ჯერ ისეთი როგორ შეიძლება ამათ გონიათ რომ ჩვენ რაღაცა და ეს მხარე თითქოს რაღაცა იმას ამ აიათოლებს გულშემატკივრობთ რა რანაირად შეიძლება აქ ვინმეს გულშემატკივროს საერთოდ და ამ ყველაფერს ზემოდან არ შეხედო რაც ხდება რა თუ ელემენტარული რაღაცა შენი ქვეყნის მიმართ დაცვის ის გაგაჩნია რომ რაღაცნაირად და ყოველ შემთხვევაში ერთმა ადამიანმა როგორც შეგიძლია ისე დაიცვა და არ გააკარო შენ ქვეყანას აი ეს სიტუაციები საგიჟეთი რაც სოფლიოში ხდება მე წარმოდგენა არ მაქვს აი როდის შეიძლება მივიდეს ახლა სახელმწიფოებრივი აზროვნება ესე დონემდე რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა ჩვეულებრივ მოკვდავებმაც ესე იფიქროს გამომდინარე სახელმწიფოებრივი ინტერესიდან არა პირადი ინტერესებიდან რა აი მე არ ვიცი რა ყოველ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გინდაც აი რა ვიცი რა ხა საქართველოში ინტერესი როგორ შეიძლება უვიზო მიმოსვლაში გაიცვალოს საქართველოს ინტერესი ხო ზოგი იმას ლაპარაკობს და ზოგი აი ხა ნახავთ თქვენ და აი ხა ესე იგი ძალიან შორსავართ ისევ ჩარჩენელები იმისგან რომ ვიცოდეთ საერთოდ და პრიორიტეტი იყოს სახელმწიფო ინტერესი და აქედან გამომდინარე ვაკეთებდეთ ყველანაირ განცხადებას ზოგი იმას აგინებს ზოგი ისრაელს აგინებს ზოგი ირანს აგინებს ზოგი აი მე ელემენტარულად მინდა განახოთ ჩემი მაკაცის სკრინი მე არც ვილაპარაკებ არაფერზე როგორც 1000%-იანი ვეთანხმები ყველაფერში აი შოთიკოს სკრინი ნახე გუშინ რა ქვია პოსტი უпростоრეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მინდა თქვენს განახოთ რა ესე იგი რელიგიური ფანატიკოსების და გაუმაძღარი ფულის ღორების მანიაკოლური ამბიციების გამო უბრალო მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან და მუდამ ამ საზიზღრობაში უნდა რომ ჩაგვითრიოთ და ჩვენს ამოგთხარონ ბავშვების და უმწეო მოხუცების სისხლში თავისი ავადმყოფური დიადი მიზნების მისაღწევად ამ ცხოველებთან არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს ურთიერთობაც კი სამარცხვინოა და ვეთანხმები აბსოლუტურად რა ცოტა რაღაცნაირად რა ვიცი რა გასაგებია ეს თქვენი პოზიციები ყველაფრის მაგრამ ყველაფრის არ შეიძლება ყველაფრის საჯაროდ დაბრახუნება იმიტომ რომ თქვენს უკან არის კიდე თქვენი ქვეყანა და მისი ინტერესი ზუსტად ეს ინტერესი დააფიქსირა გუშინ ხელისუფლებამ და მე მგონი ძალიან ზუსტი ძალიან კარგი და პრაგმატული და სამართლიანი ხო შეიძლება რაღაცაზე თქვენს გაუწიოთ თქვენ ქვეყანას ანგარიში იმასთან დაკავშირებით რომ რაღაცა აი სტალახი არ შემოგვესხას იქიდან ხო ან ერთი მხრიდან ან მეორე მხრიდან რა მიუხედავად იმისა რომ ვართ 3,5 მილიონიანი ქვეყანა რა
ამას როგორ ვერ ფიქრობს ადამიანი, როგორ ვერ ფიქრობს, თუ რა თქმა უნდა პირველ რიგში თავისი ქვეყნის ინტერესი აქვს დაყენებული. აი, წარმოდგენა არ მაქვს რა.